პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ თავი მე-12. აწუკვე ჩვენცა ესოდენი მაქუს გარემოდგომილი ჩვენ და სიმრავლე წმინდათა მოწამეთაი სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფ მომავალი იგი ცოდვაი და მოთმინებით ვრბიოდეთ წინა გამზადებულსა მას ჩვენ საღვაწლსა და ვხედვიდეთ საწმნოებისა ჩვენისა წინა მზღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს რომელმან იგი წინა გამზადებულისა მის წილ სიხაროლისა დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხყო და მარჯვენითა საყდართა ღმრთისათა დაჯდა განუკვე იზრახეთ რომელმან იგი ესევით არის დაითმინა ცოდვილთაგან მისსა მიმართი იგი სიტყვის გებაი რაით არა დაშვეთ სულითა თქვენითა და მოჰმედ გრდეთ რამე თუ არღა სისხლთამდე წინა დადგრომილ ხართ თქვენ ცოდვისა მიმართ ახოვნად და მოჰმედ გრდეთ ნუგეშინის ცემისაგან რომელი ვითარცა შვილთა გეტყვის თქვენ შვილო ჩემო ნუ სულ მოკლე იქნები სწავლასა უფლისასა ნუცა და დახსნდები მის მიერ მხილებასა რამე თუ რომელი უყვარ ნუფალსა სწავლის და ტანჯის ყოველი შვილი რომელი შეიწყნარის უკეთ თუ სწავლასა დაუთმოთ ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი რამე თუ ვინმე არ შვილი რომელი არ ასწავლის მამამან ხოლო უკეთ თუ შორს ხართ სწავლისაგან რომლისას ზიარ ქმნულ არიან ყოველნი წირნი ვიდრემდე ხართ და არა შვილნი აც უკეთ თუმცა გვესხნეს ხორციელნი მამადედანი მასწავლელად გვეკდიმებოდა სამემცა არა უფრო ის დავემორჩილნეთა მამასა მასულთასა და ვცხონდეთ რამე თუ რომელნიმე გიმცირეთ და დღეთა მათისაებ ნებისა სწავლიდეს ხოლო ესე უმჯობესისათვის რაითა მოიღონ სიწმინდისაგან მისისა ყოველივე სწავლაი მეხვსეულად არ არნ სიხარულ არამედ მწუხარება ხოლო უკანა ისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი მის მიერ წურთილთა მათ მოაგის სიმართლე ამისთვის დაშთომილნი ხელნი და დახსნილნი მუხლნი აღემართენით და ალაგნი მართლყვენით ფერხთა თქვენთანი რაით არა მკელობელი იგი დაეცეს არამედ უფრო ისხა განიკურნოს მშვიდობასა შეუდეგით ყოველსა თანა და სიწმინდესა რომელსაც თვინიერ ვერ ვინიხილოს უფალი ეკრძალენით ნუ ვინმე დაკლებული იყოს მადლისაგან ღმრთისა ნუ ვისმე თანაძირი სიმწარისაი აღმოცენებული იყოს შემაუღრუებელი და მის მიერ შეიგინენ მრავალნი ნუ ვინმე ძავნ და ბილწ არნ ვითარცა იგი ესავ რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოება ითვისი უწყით რამე თუ ამისა შემდგომად უნდა დამკვიდრებად კურთხევაი და შეურაცხი იქმნა რამე თუ სინანულისა ადგილი არა ეპოვა და ცრემლი დღა თუ ითხოვდა მას რამე თუ არა მოსწრულ ხართ თქვენ მთასა მას ხელით შესახებელსა და აგზნებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა და საყვირისა ოხრასა და ხმასა სიტყვათასა რომელთა იგი ესმა იჯმნეს რაითა არღარა შეეძინოს მათ სიტყვაი რამე თუ ვერ ითმენდეს ბძანებულსა მას ხეციღა თუ შეეხებოდა მთასა მას ქვითა განიდევნებოდა და ეს რეც საშინელ იყო საოცრება იგი მოსეთქვა შეშინებულ ვარ და შეძწუნებულ არამედ მოსრულ ხართ თქვენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღვთისაცხოველისასა იერუსალემსა ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოსთა კრებულსა და ეკლესიასა პიმშოთასა აღწერილსა ცათაშინა და ღმრთისამ საჯულისა ყოველთაისა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაისა და ჯულისა მის საღმრთოისა შუამდგომელისა იესოისი და სისხლით აპყურებასა უმჯობესსა თქმულისა მის აბელის მიერ ეკრძალენით ნუ უკვე იჯმნათ მეტყველისა მისგან რამე თუ უკვე თუ იგინი ვერ განერნეს რომელთა ქვეყანასაც დაიჯიმნეს ბძანებისაგან რაოდენ უფრო ის ჩვენ უკვე თუ ზეცისასა მას გარემოვექცეთ რომლის სახმამან ქვეყანა შეძრა მაშინ და აწაღდქუ ამს და იტყვის მერმე ერთ გზიზღა შევძრა მე არა ხოლო ქვეყანაი არამედ ცანიცა ხოლო ესე მერმე ერთ გზიზღა აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა ვითარცა ქმნულთასა რაითა ეგოს შეუძვრელი იგი ამისთვისცა სასუფეველი შეუძვრელი დავიპყრათ მაქუს ჩვენ მადლი რომლითაო მსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებითა და ღირსებითა რამე თუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმნელველა არს